ტრამპის უბრალო ზარმა სი ძინპინი ჩინეთის წინაშე დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან მან ჩინეთის დედაქალაქში გამოავლინა ის, რასაც ჩინეთის რეჟიმი ცდილობს დამალოს თვითკმარობის რიტორიკის უკან. ჩინურ სახელმწიფო მანქანას ჯერ კიდევ სჭირდება ამერიკული ტექნოლოგია, რომ მომავალში კონკურენცია გაუწიოს. 2026 წლის 14 მაისს ტრამპს არ დასჭირვებია ტონის გამკაცრება ან შეხვედრის შოუთ გადაქცევა. მან უფრო მიზანმიმართული ნაბიჯი გადადგა. მან აიღო ტელეფონი, დაურეკა ჯენსენ ჰუანს, NVIDIA-ს აღმასრულებელ დირექტორს და თავის გვერდით დაიკენა ადამიანი, რომელიც მართავს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ყველაზე მოთხოვნად ჩიპებს. სწორედ მაშინ იგრძნოს სი ძინპინმა დარტყმა. ჩინეთს შეუძლია აკონტროლოს ქარხნები, მოახდინოს ზეწოლა ბაზრებზე, გამოიყენოს იშვიათი მიწები იარაღად და სცადოს ახალი გლობალური წესრიგის მფლობელად წარმოჩენა, მაგრამ ის ჯერ კიდევ დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე, რათა მოამარაგოს ახალი ტექნოლოგიური ომის ტვინი. სანამ ანტიტრამპული მედია ცდილობს ყველაფერს მიანიჭოს დადებითი მნიშვნელობა, წარმოაჩინოს როგორც დელეგაციის ან სავაჭრო დღის წესრიგის ნაწილი, რეალობა ბევრად უფრო მძიმეა. ტრამპმა კონკურენციაში ჩართო ამერიკული ძალაუფლების ცოცხალი სიმბოლო ხელოვნურ ინტელექტზე, მონაცემთა ცენტრებსა და მოწინავე კომპიუტაციაზე, ასევე სისტემებზე, რომლებიც სამხედრო სფეროშიც გამოიყენება. სი სურდა საკუთარი ხალხის წინაშე ძლიერი გამოჩენილიყო, მაგრამ ჯენსენ ჰუანგის ყოფნა, პრეზენსა დი ჯენსენ ჰუანგი აჩვენა, რომ პეკინი ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს სათამაშო დაფის მთავარ ფიგურას. ჩიპების დიზაინი, ინტელექტუალური საკუთრება, კონტროლის სისტემები და ნებართვა მოწინავე ტექნოლოგიის ექსპორტზე. ეს არის საფუძველი ხელოვნური ინტელექტისთვის, თავდაცვისთვის, მეთვალყურეობისთვის და თანამედროვე ომისთვის. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ კარგად ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს, მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. ჩინეთის დამოკიდებულება NVIDIA-ზე თითქმის სრული იყო. აშშ-ის უფრო მკაცრი შეზღუდვებამდე კომპანიამ ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპების ბაზრის დაახლოებით 95% აკონტროლა. მიუხედავად ამერიკული ზეწოლისა და პეკინის მცდელობისა გააძლიეროს ეროვნული კომპანიები, IDC-ის მონაცემები, რომელსაც Reuters-ი ციტირებს, მიუთითებს, რომ NVIDIA-მ 2025 წელს ამ ბაზრის დაახლოებით 55% შეინარჩუნა, მაშინ როცა ჩინურმა მწარმოებლებმა დაახლოებით 41% მიაღწიეს. ანუ ჩინეთი ცდილობს დამოუკიდებლობას, მაგრამ ჯერ კიდევ დამოკიდებულია NVIDIA-ს ძალის ნახევარზე მეტზე, სწორედ იმ სექტორში, რომელიც მომავალს განსაზღვრავს, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ცენტრები და მძიმე გამოთვლები. ბოლო დროის სიახლეები აჩვენებს, რომ ეს ზეწოლა შემთხვევით არ გაჩენილა. ამერიკის კონგრესმა წინ წაიწია ეგრეთ წოდებული ჩიპების უსაფრთხოების აქტით, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპებში მიკვლევის სისტემების სავალდებულო დანერგვას, რომლებიც ექვემდებარება ექსპორტის კონტროლს. იდეა არის გამოვლინდეს გადამისამართებები, კონტრაბანდა და არაუფლებამოსილი გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დანიშნულების ადგილას გაყიდული კომპონენტები საბოლოოდ სხვაგან მუშაობს. ტექსტი წარმოდგენილი იყო 2025 წლის მაისში და მან ძალა მოიპოვა, რადგან ვაშინგტონი იცის, რომ ჩინეთი ცდილობს შეზღუდვებს თავი აარიდოს შუამავლების, ფიქტიური კომპანიებისა და აზიის სხვა ქვეყნების მეშვეობით. ზეწოლა გაიზარდა, რადგან ამერიკული ჩიპების გადამისამართების შემთხვევები უფრო მეტად გამოიკვეთა. სხვა მიმართულებით, დოკუმენტები, რომლებიც წარდგენილი იყო ჩინეთის საკითხებზე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში, მოიცავდა ბრალდებებს მილიარდობით დოლარის ღირებულების სერვერების შესახებ, რომლებშიც NVIDIA-ს ჩიპები იყო და რომლებიც შუამავალი კომპანიების მეშვეობით ჩინეთში გადაამისამართეს. შეტყობინება სი ძინპინისადმი მკაცრი იყო. თუ პეკინს ჩიპების გზის დამალვა სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ფლობს დამოუკიდებლად იმ ტექნოლოგიას, რომლის ლიდერობაზეც აცხადებს მზადყოფნას. ჩინეთი ცდილობს რეაგირებას იშვიათი მიწების რესურსების გამოყენებით. ეს ის სფეროა, სადაც სი ძინპინს ჯერ კიდევ რეალური ძალა აქვს. კრიტიკული მინერალები გამოიყენება ელექტროძრავებში. ფავდაცვა, ნახევარგამტარები, ტურბინები, რადარები და მაღალი სიზუსტის აღჭურვილობა, მაგრამ ამ იარაღსაც აქვს თავისი ზღვარი. ანუ სი ძინპინი იყენებს მინერალურ ზეწოლას, ხოლო ტრამპი იყენებს ტექნოლოგიურ ზეწოლას. მეორე ფრონტი, რომელმაც ჩინეთის პოზიცია გააუარესა, ენერგეტიკა იყო. პეკინში შეხვედრის დროს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ სი ძინპინმა გამოხატა ინტერესი შეერთებული შტატებიდან ენერგორესურსების, მათ შორის ამერიკული ნავთობის შესყიდვების გაზრდის მიმართ. ალასკაზეც იყო საუბარი, ახსნა მარტივია. ჰორმუზის სრუტეში კრიზისმა ჩინეთის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთზე უფრო სარისკო გახადა. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახმა ეს საუბარი ჰორმუზის მარშრუტზე ჩინეთის დაუცველობის შემცირების გზად მიიჩნია. ის ფაქტი, რომ ეს თემა განხილვის საგანი გახდა, უკვე აჩვენებს, რომ ჩინეთი ზეწოლის ქვეშაა იმ მარშრუტების გამო, რომელთაც სრულად ვერ აკონტროლებს.
ეს არის ის მომენტი, რომელიც გარედან კავშირს უმნიშვნელოდ აჩენს, მაგრამ შიგნით უზარმაზარია. ტრამპი მხოლოდ მასთან სავაჭრო შეხვედრას არ ატარებდა. ის ერთდროულად სამ მიმართულებით ახდენდა ზეწოლას სი ძინპინზე: ჩიპები, ენერგია და სტრატეგიული მარშრუტები. ტექნოლოგიებში ჩინეთს NVIDIA სურს. ენერგეტიკაში ჩინეთს ჰორმუზის სრუტეში არასტაბილურობის ეშინია. სამრეწველო ჯაჭვებში ჩინეთი ცდილობს გამოიყენოს იშვიათ მიწა ელემენტები, მაგრამ ხედავს, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად ალტერნატივებს ეძებს. ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის, გემების, სანქციებისა და ნავთობის ფონზე ჩინეთს სტაბილურობა დასჭირდა სწორედ იმ ადგილას, სადაც მისი ყველაზე პრობლემური მოკავშირეები და პარტნიორები რისკის შექმნაში მონაწილეობენ. ისტორია გვიჩვენებს, რომ ძალა, რომელიც კრიტიკულ ტექნოლოგიებს აკონტროლებს, როგორც წესი განსაზღვრავს დაპირისპირების ტემპს. ცივი ომის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ექსპორტის შეზღუდვები გამოიყენეს, რათა საბჭოთა კავშირს შეეზღუდა ცდომა თანამედროვე კომპიუტერებზე, ზუსტი აღჭურვილობასა და სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე. საბჭოთა კავშირს ჰქონდა ტერიტორია, იარაღი, ენერგია და პროპაგანდა, მაგრამ მას უჭირდა დასავლეთის ტექნოლოგიურ ნახტომთან ფეხის აწყობა. ეს ჩამორჩენილობა მარტო არ იყო მოსკოვის დამარცხების მიზეზი, მაგრამ მან კონკურენციის ფასი გაზარდა. ეხლა ეს ლოგიკა სხვა ფორმით ბრუნდება. საბრძოლო ველი მხოლოდ ტანკი ან რაკეტა არ არის. ეს არის ჩიპი, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ცენტრი, ხელოვნური ინტელექტით და მომარაგების ჯაჭვი. სი მიხვდა, რომ თუ ჩინეთი ამ დამოკიდებულებას ვერ გაარღვევს, ჩინეთის ყოველი წინსვლა შეიძლება გაიაროს. აშშ-ის მიერ კონტროლირებადი კარის გავლით. სხვა ქვეყნებიც ამტკიცებენ, როგორ მუშაობს ეს დაპირისპირება. იაპონია ნახევარგამტარების გიგანტად იქცა, მაგრამ 80-იან წლებში ამერიკის ზეწოლას შეეჯახა, როცა ვაშინგტონმა გააცნობიერა, რომ იაპონური ინდუსტრია აშშ-ის ეკონომიკის სენსიტიურ სფეროებს ემუქრებოდა. ჰოლანდია ASML-ის მანქანებით თანამედროვე შეზღუდვების ცენტრში აღმოჩნდა, რადგან მათი აღჭურვილობა გადამწყვეტია მოწინავე ჩიპებისთვის. ტაივანი აუცილებელ ნაწილად იქცა, რადგან TSMC-ც კი აწარმოებს ნახევარგამტარებს, რომლებიც ამერიკულ და აზიურ კომპანიებს ამაგრებს. სამხრეთ კორეაც გრძნობს ამ თამაშს, რადგან Samsung-ი და SK Hynix-ი დამოკიდებულნი არიან ტექნოლოგიაზე, ბაზარზე და იმ წესებზე, რასაც დიდი ძალები აწესებენ. ყველა ამ მაგალითში გაკვეთილი ერთია, ვინც ტექნოლოგიის ყველაზე რთულ ეტაპს აკონტროლებს, ყველაფრის კონტროლი არ სჭირდება, საკმარისია სწორი კრიტიკული კვანძის კონტროლი. აი რატომ არის ტრამპის ზარი ასეთი მნიშვნელოვანი? მან სი არ გაანადგურა აფეთქებით, მუქარით ან სამხედრო შოუს მოწყობით, მან სის იმიჯს დაარტყა. ჩინეთის ლიდერს უნდა რომ მას უხურებდნენ როგორც გარდაუვალი ჩინეთის მთავარსარდალს, მაგრამ ჯენსენ ჰუანის ტრამპის გვერდით ყოფნამ გამოავლინა დამოკიდებულება, რომლის ავიარებაც პეკინს არ სურს. ეხლა სავარაუდო გაგრძელება, მეტი ზეწოლა, მეტი ვაჭრობა და მეტი ბრძოლა გამონაკლისებისთვის. ნვიდიას ბაზარი უნდა, ჩინეთს კი წვდომა. ამერიკის კონგრესი უნდა რომ თვალყური ადევნოს და დაბლოკოს გვერდის ავლის მცდელობები. ტრამპს კი უნდა ეს ყველაფერი მოლაპარაკების ბერკეტად გამოიყენოს. სი ცდილობს ეს დამოკიდებულება დანებებად არ გამოიყურებოდეს. მაგრამ მესიჯი უკვე გავრცელდა. ტრამპის ზარი მხოლოდ იმისთვის არ ყოფილა, რომ ერთი ტოპ მენეჯერი მივლინებაში გაეგზავნათ. ეს იმისთვის იყო, რომ ჩინეთის წინაშე მისი სისუსტის რუკა დაედო. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.